ის რაც ხდება დღეს თელასში არის ყოველად ამაზრზენი და მიუღებელი, იმიტომ რომ თელასის დირექტორად დაინიშნა ზურაბ არსოშვილი. ზურაბ არსოშვილი არის ყოფილი გუბერნატორი შიდა ქართლის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ადამიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარი, ასე თქვა, სახე. დღეს ის არის თელასის რუსული სახელმწიფო კომპანიის დირექტორი და ხელმძღვანელი, რომელმაც თავისი მეგობრები და კოორდინატორი, ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები მოიყვანა თანამდებობებზე და ასე თქვა, სამსახურებში დანიშნა, გაუშვეს გამოცდილი და პროფესიონალი კადრები. ეს არის განთავისუფლებული 100 კაცზე მეტი, დაახლოებით 2000 კაცზე მეტს ელოდება ეს ტიპის ცვლილებები, დანარჩენი ტექნიკური სამსახური უბრალოდ აუცილებელია აი ამ ფუნქციონირებისთვის. გაიყიდა ყველა სტრატეგიული ობიექტი, რომელიც კი საქართველოში ენერგოსისტემის წარმოადგენდა ღირებულ ენერგოსადგურს თუ მაკავშირებელ სისტემას. გაიყიდა ყველა ის, თქვათ, ბიზნეს კომპანია და წარმოგიდგენთ, ხო, იცით, ხო, ენერგოპროს გადაეცა ელექტროსადგურები, ბილაინი, იტერა, მადნეული გაიყიდა სულ რაღაც 3 კვირის წინ და ესეც რუსეთის ბიზნესმენები არიან და პეტერბურგის ბიზნესის წარმომადგენლები რაც არის პუტინის მეგობრები არიან. საბოლოოდ ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს მთელი ბიზნეს სისტემა, რუსული სახელმწიფო კომპანიები, რომლების მენეჯმენტში ზის, თქვათ, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, მუშაობენ ერთობლივად, რათა გაამაგრონ ნაციონალური მოძრაობა წინა საარჩევნო, მთელი ეს ფინანსური რესურსი მოიზიდონ და საბოლოოდ ეს ნიშნავს არა სარგებელი ხალხს, არამედ სარგებელი რუსეთს, მეტი სარგებელი რუსეთს. და მინდა უბრალოდ სისტემა განახოთ. პუტინი და იცით თქვენ ვინც არის პუტინი. პუტინის უშუალო ხელმძღვანელობით დანიშნულია ჩუბაისი, რომლის პოლიტიკა იყო, რომ ეკონომიკური დივერსიით, ეკონომიკური, თქვათ, სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდებით მთელი ქვეყნის მართვა შესაძლებელია და ეს იყო ჩუბაისის იდეოლოგია. პრაქტიკულად ჩუბაისის და სააკაშვილის მიერ არის დანიშნული ზურაბ არსოშვილი, გენერალური დირექტორი, რომელიც არის მანუკიანი აშოტი, გაწეულია საერთოდ და ზურაბ არსოშვილი მართავს თელას და მისი თქვათ უშუალო ბრძანებით დაინიშნა ეს ადამიანები. გიორგი ჭანტური არის, გიორგი ჭანტურია მისი მეგობარი, რომელიც ჩამოიყვანეს ამერიკიდან. მამუკა ქობალია ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი, ავთო მეტივიშვილი არის ენერგოგასაღების ხელმძღვანელი, ალეკო ვაშიაშვილი არის შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი და დანარჩენები ეს 100 ადამიანი არის ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორები, კუნთმაგარი ბიჭები, რომლებიც იმუშავებენ ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიაზე. ამას ემატება განთავისუფლებული თანამშრომლები, რომელიც ყველას დააწერინეს განცხადება თარიღის მითითების გარეშე, ნებისმიერ დროს, როცა მათ მოუნდებათ, გაანთავისუფლებენ და ჩაანაცვლებენ კოორდინატორებით და აი ამ, თქვათ, ზონდერ ბრიგადებით. ეს იმას ნიშნავს, რაც აი აქ წარმოდგენილია, რომ რუსული კომპანიები 2004 წლიდან მოყოლებული დღევანდლამდე შეგნებულად იყიდებოდა მთელი ეს სტრატეგიული ობიექტები აი ამ კომპანიებზე. ეს კომპანიები და მიხეილ სააკაშვილი ერთობლივად თანამშრომლობენ, მათ აქვს ბიზნეს პარტნიორობა და ამას ქვია ორმაგი ოკუპაცია, ერთის მხრივ ტერიტორიული ოკუპაცია რუსეთის მხრიდან და ეს არის ეკონომიკური ოკუპაცია, დივერსია, რომელიც განხორციელდა სააკაშვილის მიერ. აი ამის სათავეში დგას სააკაშვილი, თემურ ალასანია და კახა ბენდუქიძე, რომლებიც თემურ ალასანიას და ბენდუქიძეს იყვნენ დაახლოებული პირები, თქვათ, რუსეთის მაღალჩინოსნებთან და ვლადიმერ პუტინთან. გინდა გითხრათ ერთი დეტალი, 200 ლარიანი ვაუჩერები, 20 ლარი და 20 ლარიანი ვაუჩერები მოსახლეობაში. მათ შორის ყველა თანამშრომლებს თელასის ჩამოეწერათ 200 ლარიანი სახელფასო, ეს თქვათ, პროცენტი დაქვეთვა მოუვიდეთ. და აი ამ თანხებით დაფინანსდა ის, თქვათ, 20 ლარიანი ვაუჩერები, რომლებიც მერე მოსახლეობაში დარიგდა. აი ესეთ აბსურდულ მექანიზმებთან გვაქვს საქმე, ერთის მხრივ მოსახლეობის ხარჯზე, მეორეს მხრივ მოსახლეობის არაინფორმირებულობის ხარჯზე, მოხდა აი ამ სტრატეგიული ობიექტების გასხვისება, აი ესეთი манипуляციები და საბოლოოდ მხოლოდ ორი ინტერესი, მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმერ პუტინი.